რომ გავარ შედეგს რაზდებს ოპოზიცია თქვენ მოუგებთ ოცნებას მთელი ამ საარჩევნო კონტროლის და манипуляციის გათვალისწინებით თუნდაც გახარია თქვენ და კიდევ 1-2 პარტია რა ვიცი მე თუ კიდევ ვინმე მაგრამ აღარ მგონია ვინმე რომ შემოგიერთეთ იმიტომ რომ თქვენს მოწოდებას ერთად გავიდეთ არ უერთდებიან სხვები თქვენ რა შედეგს დადებთ საუბრობთ აი ნახეთ მე მინდა რომ იმ გეგმაზე ვისაუბრო თქვენის ნებართვით მაინც ჯერჯერობით იმიტომ რომ პროცესი პოლიტიკური არის დინამიური, ბევრი ახალი რამ ხდება ყოველდღე, ცუდი ძირითადად. ამიტომ მოდი წინასწარ მოგანსაზღვროთ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ პოლიტიკური სპექტრი. მე შემიძლია ვისაუბრო გუშინ ჩვენს მიერ გაჟღერებულ წინადადებაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ერთი წამით მე მინდა რომ რამდენიმე ასპექტი გავშალო ამისი. პირველი, ჩვენ საუბრობდით, რომ პარტიები შეიძლება აკრძალონ. მე იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი პარტიული ფრონტით შეტევა იმდენად სახიფათოა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ სიტყვაზე რაღაცა პლატფორმის გარშემო, ხო, რომელიმე ამ პარტიის, არ ვიცი, 9-ის, 5-ის ნებისმიერის გარშემო, რომ გავერთიანებული ყავით მხოლოდ პარტიები, მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ავეგრძალეთ ეგრევე, ანუ მოვეხსენით არჩევნებიდან მოიხსნათ ჩვენი მონაწილეობა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ შევქმნათ ზეპარტიული საერთო საზოგადოებრივი პლატფორმა ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს არის მათ შორის გადაზღვევა სწორედ იმისგან, რომ ფორმალურადაც, იმიტომ რომ ფორმალურად დღეს ჩვენ არ გვგრძალავენ ერთადერთი მიზეზით, ჩემი აზრით, იმიტომ რომ დომინანტი აზრი, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში გაყოფილი პარტიებში დომინანტი და არა საზოგადოებაში. საზოგადოებაში ძალიან მწვავეა რეაქცია. თქვენ ხო ხვდებით ამ ჯგუფებს, აქტივისტების ჯგუფებს, პატიმრების მშობლებთანაც ჰქონდათ შეხვედრა და თქვენ კარგად იცით, რამდენად მწვავეა რეაქცია. საზოგადოებაში არის მწვავე დამოკიდებულება, ანუ არსებობს აქტიური ბოიკოტის მხარდამჭერების რაოდენობა დაახლოებით 23%. არსებობს გადაუწყვეტელი ხალხი და არსებობს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ მე რისი თქმა მინდა, რომ დაგეთანხმებით იმაში, რომ ბოიკოტის მხარდამჭერების პოზიცია არის უფრო აქტიური და მათი უფლებაა ეს, მე არ ვაყენებ ეჭქვეშ მათ, ასე ვთქვათ, რომ მათ რწმენას, რომ მათ სჯერათ, რომ ეს არის სწორი გზა. და ამიტომ დღეს ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ რამე საფრთხეა, რომ რამე დიდი გაერთიანება მოხდეს და შეასკტას ვინმე ამ არჩევნებში. ამიტომ აკრძალვის საფუძველით შეიძლება თulis რომ ჯერ არ აქვს, თორე შეეძლო რომ ეხლავე აიმუშავებინა აკრძალვის მექანიზმი. თუ დაჭირდა შეუძლია რომ აამუშავოს, მათ შორის დევნა და გუშინდელი ინიციატივის მერე მამუკა ხაზარაძის დაბარება, ჩემი აზრით ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ამ ივანიშვილს მონაწილეობა კი არ უნდა ვინმე არჩევნებში. ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ არ ვიარსებოთ. ჩვენ თქვათ რომ ან მივდივართ ამ ქვეყნიდან, ან ბრძოლას ვეშვებით, ან სამზარეულოში ჩავიკეტებით მე და თქვენ და სტუდია თქვენ აღარ გექნება და იქ ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენს გულისკილს, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, მას უნდა ის ვითარება, რომელიც იყო არ ვიცი საბჭოთა კავშირშიც იყო უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ ვერ გამოხატავდა თავის ას. აი ეს უნდა ხოდაი მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ მესმის თქვენი უფლებაა, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი პოზიცია, ისევე როგორც მე ვერ ვხვდები როგორ ამარცხებთ ივანიშვილს და მის პარტიას სხვა შორის არ დამავიწყდეს ერთი კითხვა. ეხლა რომ ახსენეთ, რომ გუშინდელი მამუკა ხაზარაძის პოსტის ინიციატივის შემდეგ დღეს მოხდა მისი დაბარება, თუ დაიჭირეს მამუკა ხაზარაძე თუ დაიჭირეს ბადრი ჯაფარიძე მაინც გახვალთ არჩევნებზე და ამიტომ არ უნდა თან ხალხის დაჭერა. ინგა, აი მარტივია. პირდაპირ მიპასუხეთ, გახვალთ მაინც თუ დაიჭერეთ? იმიტომ რომ ჩვენ შევეშვათ პროცესს და აღარ ვიბრძოლოთ. ამიტომ უნდა თან ხალხის დაჭერა. ანუ თუ დაიჭერენ მაინც გახვალთ. აი მე ძალიან პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში არის, რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც ციხეში არის, რისთვის იჭერენ ამ ხალხს. პოლიტიკურ ლიდერებს რისთვის იჭერენ? იმისთვის იჭერენ, რომ მათი პარტიები გაძლიერდნენ თუ იმისთვის იჭერენ, რომ დაასუსტონ. ახლა ესეც ხო, ანუ მე რისი თქმა მინდა, რომ აი დავუშვათ განაცხადი, რომ ჩვენ დაგვიჭერენ და ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა. მეგობრებო, არ ვიცი, ამ ქვეყანას დიდი ხანია, მე სხვათა შორის არ ვიცი ვის როგორ ჯერა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ზის ციხეში მრავალი წელიწადია და მისი პარტია გაძლიერდა თუ დასუსტდა. თუ იმიტომ უნდა დაჭერა ლიდერების ბიზინა ივანიშვილს, რომ სულელია და ფიქრობს, რომ რაც მეც დაიჭერს, უფრო გაძლიერდება პოლიტიკური პროცესი. ანუ ამიტომ უნდა მას ამ ხალხის დაჭერა, რომ ეს ბრძოლა შეწყდეს. ხო და თუ დაიჭერენ, გახვალთ მაინც თქო არჩევნებში. ჩვენ
პარტიული გადაწყვეტილება როგორც ლელოს არ მიგვიღია ამაზე, მაგრამ თუ შედგა ერთიანი პლატფორმა, რომელზეც ჩვენ მოუწოდებთ ხალხს, რაც მეც ხალხს დაიჭერენ, მით უფრო ძლიერად უნდა იბრძოლოს ამ პლატფორმამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მე გეტყვით, რატომ იგვაჩნია ჩვენ ეს მნიშვნელოვნად. ინგა, ეხლა არის ესეთი პროცესი, ნახე, მე ქეთს ვიხრი, მადლობას ვეუბნები 1000-ჯერ ყველა ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც გამოვიდა პროტესტზე და რა თქმა უნდა, იმ აქტიურ ჯგუფებს, რომლებიც ყოველ დღეს, ასე ვთქვათ, აგრძელებენ აი 200 დღიან პროტესტს. ოღონდ უნდა ითქვას სიმართლე და მე ამას ვამბობ როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც უბრალოდ ეხლა ძალიან ღიად გეტყვით, რომ რწხვენია, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი ამ ხალხს ვერაფერში ვერ შეეშველა ჯერჯერობით. ჩვენ რასაც ვამბობთ დღეს არის ის და ეს პროტესტი არ არის ულევი, უამრავი საფრთხის წინაშე დგას, ხო? ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს და ჩვენი აზრით ეს პროტესტი უნდა შეერწყას პოლიტიკურ პროცესს და იქცეს იმ ტალღად, რომელიც ძალიან სერიოზულად დაარტყავს ივანიშვილს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლით პროტესტს გააძლიერებ? პირიქით რომ მოხდეს სალომე, ამომრჩეველი რომ არ მოვიდეს საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა რომ პროტესტი რომ გამოაცხადა, რატო იცით? აი, თქვენ საუბრობთ ერთიანობაზე. ყველას ერთიანი პოზიცია რომ იყოს, ოკეი, მე პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, მაშინ ძალიან შეიძლება ადვილი გასაგები ყოფილიყო, რომ ბრძოლაში ახლა ამ სტრატეგიით გადიხართ, მაგრამ არ მოდიან სხვები, სხვა პოლიტიკური ჯგუფები არ მოდიან, ანუ აქვე შევთანხმდეთ, რომ ეგ ერთობა, რასაც თქვენს თავაზობთ, არ გამოდის. თანაც ციხეში სხედან ისინი და ეხლა ზეთუ მამუკა და ბადრი დაემატნენ, ანუ მაინც ეს არჩევნები ამ თვალსაზრისით რა შეგიძლიათ? ანუ თქვენ მეუბნებით, რომ თუ ლიდერებს იჭერენ, ბრძოლა უნდა შევწყვეტოთ. არა, მაგას არ გეუბნებით. ამიტომ არ მიგვაჩნია ჩვენ ბრძოლის შეწყვეტა. ინგა ძალიან პირდაპირ ვიტყვი, მე ჩემს რს ვამბობ, ვისაც უნდა მოეწონოს, არ მოეწონოს. ბოიკოტი მე ვიმაჩნია ბრძოლაზე უარის განაცხადად. მე ესე მჯერა, ახლა ვიღაცა დამეთანხმოს, არ დამეთანხმოს. ბრძოლას ჩემი აზრით არ აქვს ალტერნატივა. ვინც არ უნდა დაიჭირონ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ახლა მე ერთი შეკითხვა მაქვს. არ მინდა იცი რაღაცა მათ შორის რაღაც მოწოდებებია, რომ აბა დებატებზე დასხედით ახლა და ილაპარაკეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ სანამ არსებობს რაღაცა რესურსი, იმიტომ რომ მე იმდენად მინდა რომ შედგეს ერთიანობა, იმიტომ რომ იმდენად ვჯერა, რომ ეს არის ფორმულა გამარჯვების, რომ აი დებატების რაღაცა ფორმატების მიმართაც მაქვს ცოტათი არაპირებ დისკუსიებზე, დებატებზე დაჯდომას. მაგრამ ეს შეიძლება რთული იყოს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩემი ამოცანა არის, რომ ჩვენ მივიდეთ ერთ წერტილამდე და მე არ მესმის პირდაპირ ვამბობ, ახლა პირდაპირ ვამბობ და თქვენი ეთერით ვისარგებლებ. არსებობს ბოიკოტის მომხრე ადამიანები, რომლებმაც ჯგუფები, პოლიტიკოსები, მათი მხარდამჭერები, რომლებმაც მრავალი თვეა შემოიტანეს არჩევნების თემა დღის წესრიგში, ხო? აი მრავალი თვის წინ შემოიტანეს ამ წინასაარჩევნო ბოიკოტის რაღაცა თემა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამაზე ჯერ ადრე იყო საუბარი, არ ღირდა ამაზე საუბარი, გარკვეული, იმიტომ რომ მათ შორის რატო? იმიტომ რომ თუ ერთიანობის შექმნას ცდილობ, გამყოფი თემები რატო უნდა შემოიტანო და დღეს იგივე ხალხი ეხლა მაგალითად, როდესაც ვეკითხებით, რომ იმიტომ რომ ეს არის ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა, ჩვენი ერთიანობის თემა და ამ ერთიანობაზე მინდა კიდე რამდენიმე სიტყვა თქვა, როგორ წარმომიდგენია მე რა პროცესი შეიძლება შეიქმნას. ვინც გვეუბნებით, რომ ეს ერთიანობის, დიდი საზოგადოებრივი ერთიანობის და აი თბილისის, ასე ვთქვათ, რუსეთისგან, რუსული მმართველობისგან თბილისის გათავისუფლების გეგმას არ ვიზიარებ. იგივე ხალხი ახლა დღეს მაგალითად მეუბნება, რომ ჩვენ ალტერნატივად გთავაზობთ, ზოგი ამბობს, რომ დავიწყოთ მოძრაობა, რომ ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში, უფრო მეტი. მეგობრებო, თვეები არის ეს კრიზისი გრძელდება. და ასევე თვეები არის, რაც პროტესტის მონაწილეების რაოდენობა არის შემცირებული. ეს თვეები რატო დაახარჯეთ საუბარს ადგილობრივ არჩევნებზე, შეკითხვა მაქვს ძალიან პრაგმატული და რატო არ დაახარჯეთ, თუ ეს არის თქვენი გეგმა, ამ პროტესტის გაზრდას ამდენი თვე რაში დაიკარგა, მაშინ რატო ამ ერთიანობისკენ არ მიმართეთ იმის მაგივრად, რომ ის ფორმატები, რომელიც იყო ერთიანობის დაშლილიყო, რატო არ მიმართეთ აქეთკენ, ჩემი აზრით ეს იყო შეცდომა. ეხლა რა შეეხება როგორ წარმოგვიდგენია ხო, აი როგორ წარმოგვიდგენია და საუბარი დასასრულისკენ უნდა წავეყვანო, შემდეგი სტუმარი უნდა მოვიდეთ. ერთი წამით მინდა რომ წარმოიდგინოს ვინმე, რომ ჩვენ
აი ის პროტესტის კერა, რომელიც დღეს არის რუსთაველზე, ვაქციოთ თბილისის გათავისუფლების შტაბად. აი პარლამენტის წინ. პარლამენტის წინ შეიქმნას დიდი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი გაერთიანების ცენტრი, რომელიც იბრძოლებს თბილისის გათავისუფლებისთვის რუსული რეჟიმის გადადგმას. ინგა, მე ვინც მეუბნება, რომ ამ არჩევნებზე გასვლას აზრი არ აქვს, იგივე პოლიტიკოსები არ ჩამოუყვებიან ახლა სახელებს და გვარებს. ხან ამბობენ, რომ არაფერი არ შეცვალონ საარჩევნო სისტემაში, საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აი რამეს თუ დათმობენ, მაშინ ადგილობრივზე უნდა გავიდეთ. არ გაუგებარია ჩემთვის მათი პოზიცია. ის ვიც ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილისგან თბილისს ვერ გავათავისუფლებ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები რო ჩაინიშნოს, ესე იგი ხელისუფლებას, ძალაუფლებას ხელში ავიღებ. ნუ რა ვიცი, გავსი იმ თასვლელს, მე ვარ თიკანაძეზე ასული, ერთადერთი პატარა მწვერვალია, რომელზეც ასული ვარ და თიკანაძე რომ ვერ დაიპყრო და გამოაჩნდა, რომ უშბაზე უნდა ავიდეო და არ არის ეს სერიოზული თბილისს ვერ გამოგლეჭთ, იმიტომ რომ ეს ერთიანობა არ გამოდის. სხვა პოლიტიკური პარტიები არ მოდიან, ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში ყველა პოლიტიკური პარტია გავიდოდა. ანუ ეს ერთობა. რატო გადიან? თუ თბილისში, სადაც 25%-ია. იმიტომ რომ არაფერი შეცვლილა, იმიტომ რომ CSKO იგივეა, კონტროლის მექანიზმები იგივეა, სუსი იგივეა, სახელების და გვარების ცვლილებას რა მნიშვნელობა აქვს? ეს ყველაფერი იგივე რო იყოს. მე გეუბნებით ახლა ნახე თბილისში რა ხდება. ესე იგი 100 თბილისელიდან 25 უჭერს მხარს ქართულ ოცნებას და 75 ამბობს რომ აღარ უნდა ქართული ოცნება. იმ 75-დან შეიძლება 25 არის ბოიკოტის მომხრე და 50 ამბობს რომ მე ეს ხალხი აღარ მინდა. მინდა ბოიკოტში გადიდი. ციფრებით და პროცენტებით ნუ დავიწყებთ ახლა გარჩევას თუ ის კვლევები გაქვთ მხედველობაში. ანუ არც ერთი მონაცემი არ იძლევა იმის პროგნოზის საშუალებას რომ გამოგლეჯთ ამ თბილისს. მომისმინე. ციფრებზე და პროცენტებზე კი არ არის. საუბარი არის რომ ის პროტესტი რომელიც დღეს არის კიდევ ერთხელ მადლობელი ვართ ყველა და ეს ხალხი არის შეიძლება დღეს ყველაზე ერთგული მებრძოლი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ამ პროტესტს ჭირდება გაზრდა. ამ პროტესტს ჭირდება გადაქცევა დიდ პოლიტიკურ პროცესად. ამიტომ ჩვენი გუშინდელი ხედვა, რომ ზეპარტიული პლატფორმა შეიქმნას. შემოვიდნენ ამ პლატფორმაში პროტესტი შემოვიდეს დამოუკიდებლობის მოხალხეები. კონკრეტული ადამიანები ყავთ შეგულებული. ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ საზოგადოებას წარმოვდგინოთ ეს გზავნილი და მე მინდა ვუპასუხო ზურას უნდა მეკითხა წამოგაყენებდით ფეხზე და მე პასუხი ზურას წერილს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ძალიან ღირსეული ადამიანია და ღირსეულად პოზიციონირებს და მან დასვა მნიშვნელოვანი შეკითხვა ჩემი აზრით, რომ რა ხდება მოდი გაყალბებაზე შევთანხმდეთ, რომ საპარლამენტო იქნება თუ არაფერი არ შეიცვალა, ანუ არჩევნების სისტემა თუ იგივე რჩება, გამოწვევა ერთი და იგივეა. ოღონდ თუ არაფერი არ შეიცვალა, მერე რა ხდება არჩევნების შემდეგ, აი მე მინდა ერთი შეკითხვა დავსვა. ჩვენ წარმოვიდგინოთ ორი სცენარი, ხო, იმიტომ რომ მათ შორის ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ალტერნატივა არის, რომ ჩავნიშნოთ 4 ოქტომბერს რაღაცა დიდი შეკრება რუსთაველზე და არავინ არჩევნებზე არ გავიდეს და შევიკრიბოთ იქ და რაღაცა მერე ვთქვათ. არ ვიცი, ზოგი ამბობს შვიდობიანად, ზოგი არ ვიცი, ცოტა კაკაფონია, მაინც კარგად არ მესმის რას გვთავაზობა. ჩვენ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ შევქმნით დიდი მოძრაობა თბილისში, სადაც ქართული ოცნება უკვე დამარცხებული არის ამ გამარჯვების გასაფორმებლად და ამათმა წარმოიდგინე რა უნდა გააკეთონ და რა დონის, ასე ვთქვათ, გაყალბების მასშტაბებზე უნდა გავიდნენ, უბრალოდ უნდა გააუქმონ არჩევნები და დაწერონ ახალი მონაცემები. სხვანაირად, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა გაყალბების მექანიზმი არის შესწავლილი და თბილისში ესე მარტივად გაყალბება ამათი არ გამოვა თუ უბრალოდ ციფრს არ დაიწერე რაც უნდათ. და ჩვენ ახლა წარმოვიდგინოთ, აი ეს უამრავი ხალხი შეკრებილი სადღაც რა შემთხვევაში უფრო ეფექტიან წინააღმდეგობას გაუწევს და დარტყმას მიაყენებს ივანიშვილის რეჟიმს, როდესაც მოპარეს არჩევნები თუ როდესაც ვიღაცამ დაუძახა უთხრა რომ ბრძოლაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო, ანუ მთელი ეს პროცესი ბრძოლის, რომელიც არჩევნების წინ უძღვის, იმიტომ რომ მე არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავ არჩევნებს პროტესტის საწინააღმდეგოდ ან ალტერნატივად.
არჩევნების პროცესი თუ შედგა ეს პროცესი უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გასაზრდელად და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გვექნება ახალი როგორ გითხრა ახალი სუნთქვა გაეხსნება წინააღმდეგობის მოძრაობას რომელსაც ეს სჭირდება აუცილებლად და ჩემი ღრმარწმენით ბოიკოტი არის მხოლოდ ნიჰილიზმის გამწვავების უიმედობის გამწვავების ხელების ჩამოშვების ასე ვთქვათ პოლიტიკა და როცა საპარლამენტო მანდატებს ყრიდით, მაშინ რატო არ გაითვალისწინეთ მაშინ? თუ კი ბოიკოტი ხელების ჩამოყვა და ამაზე დისკუსია სხვა დროს კარგი, ანუ სალომე, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, თქვენ უკვე გადაწყვეტილება გაქვთ საბოლოო მიღებული, გადიხართ არჩევნებს. არა, ჩვენ გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული გუშინ რა გეგმაც გავაჟღერეთ, რომ ამ გეგმაზე გვსურს საუბარი საზოგადოებასთან როგორც შეთავაზებაზე. ეს არის დღეს ჩვენი პოზიცია და დანარჩენს მომავალი გამოაჩენს. დიდი მადლობა. დისკუსიებზე მართლა სიამოვნებით მოგიწევთ, თუ კი მიიღებთ გადაწყვეტილებას და მე მგონი უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის კითხვა, არგუმენტი, კონტრარგუმენტი და აი ამისთვის ჩვენი სტუდია სიამოვნებით შემილია დაგითმოთ. კარგად გრძანდებოდეთ.